საქართველოს უნივერსიტეტი ქვეყნის სამეცნიერო ეკოსისტემის გაძლიერების მიმართულებით ახალმნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს 25 ოქტომბერს უნივერსიტეტის სამეცნიერო ჰაბის ფარგლებში ცოტნე ჯავახიშვილის სახელობის სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტი გაიხსნა. ინსტიტუტის გახსნაზე მეცნიერის სახელის უკვდავსაყოფად და ინოვაციური კვლევების სახალისების მიზნით ცოტნე ჯავახიშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის დაარსების იდეაც გაჟღერდა. სამეცნიერო პრემია მეცნიერებს 3 წელიწადში ერთხელ მიენიჭება საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა 3 კატეგორიაში: ქიმია, ბიოლოგია და ფიზიკა. ცოტნე ჯავახიშვილის სახელობის სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტი საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ჰაბის ნაწილი იქნება, სადაც უკვე ფუნქციონირებს მოლეკულური მედიცინის ინსტიტუტი და ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტი. ჰაბი ინტერდისციპლინური კვლევითი სივრცე გახლავთ, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა მიმართულების მეცნიერთა ძალისხმევას ინოვაციური აღმოჩენებისა და ტექნოლოგიური განვითარების მიზნით. სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტის საქმიანობა კი ორიენტირებული იქნება როგორც მოლეკულურ ინჟინერიაზე, ასევე გენომურ მოდიფიკაციებსა და ბიოტექნოლოგიურ ინოვაციებზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის კვლევითი პოტენციალის გაფართოებას და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას. ეს გაიხსნა ცოტნე ჯავახიშვილის სახელობის სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა არის საქართველოს უნივერსიტეტის და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, იმიტომ რომ იმისთვის რომ ჩვენ თანამედროვე ერი ვიყოთ და ფეხი აუწყოთ თანამედროვეობას, აუცილებელია რომ ჩვენ განვავითაროთ მეცნიერებები, მით უმეტეს სინთეტური ბიოლოგია, იმიტომ რომ დღეს ბიოსტარტაპები წარმოადგენენ სილიკონ ველის 70%, სილიკონ ველზე არსებული სტარტაპების. ამიტომ ჩვენთვისაც აუცილებელია მიმართულების განვითარება. საქართველოს უნივერსიტეტმა დააწესა ცოტნე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, რომელიც შეადგენს 100,000 ლარს და გაიცემა საბუნებისმეტყველო მიმართულებებით მნიშვნელოვან ფუნდამენტურ კვლევებზე, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანეს საბუნებისმეტყველო მიმართულების განვითარებაში. დღეს მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი ჩვენი მეცნიერების ისტორიაში, იმიტომ რომ მართალია ძალიან მცირე ზომის, როგორც ახლა ყველა დიდი საქმე იწყება მცირე ლაბორატორია, ორი ლაბორატორია შეადგინა ერთი ინსტიტუტი სახელად სინთეტური ბიოლოგია. ამისთვის საერთოდ ცოტნე ჯავახიშვილის სახელობის, იმიტომ რომ აი ეს სინთეტური ბიოლოგია ერთ-ერთი ფუძემდებელი ცოტნე ჯავახიშვილი. ასაკურია უნივერსიტეტი ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ბავშვებს არ მოაკლოს ასაკურია მოაკეთოს ცოტნე, მაგრამ ის ბრძოლობა რაც საჭიროა იმისათვის რომ განვითარდნენ შემდგომში, მიიღონ შემდგომი პროფესიონალური დახვეწა და არ მოიკლონ არც ერთი კარგი უნივერსიტეტები ნებისმიერ ლაბორატორიები ნებისმიერ სოფლის ნებისმიერ ცენტრში, ჩვენ ამას გავაკეთებთ. მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ვიმყოფები, რადგან ცოტნე ჯავახიშვილის დიდი ხნის მეგობარი ვარ. ჩვენ ერთმანეთს კალიფორნიაში შევხვდით და გაცნობის მომენტიდან ერთმანეთს იდეალურად გავუგეთ. ის დნმ-ის ჯადოქარი გახლდათ, მოლეკულური ბიოლოგიის გენიოსი, რომლისგანაც უამრავი რამ ვისწავლებ. მას ჰქონდა უნიკალური უნარი ადამიანების დარწმუნების, მათ შორის ისეთ საკითხებში, როგორც გონებაში არასდროს მოგივიდოდა ან არ გეჯერა, რომ შეცვლებდი. ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა. მოგვიანებით მეგობრებიც გავხდით და ყოველთვის ოცნებობდა ასეთ ინსტიტუტზე. შემომთავაზა კიდეც, რომ სამეცნიერო მრჩეველთა ბურდის წევრი ყოფილიყავი, რაზედაც, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. დღეს კი ძალიან გახარებული ვარ, რომ სწორედ მისი სახელობის სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტის გახსნას ვესწრები.